ატლასი შენი შვილია. გეუბნებოდი, რომ სათანადოდ ვერ მაფასებდი ოზან. კარგი, მარტო დაგტოვებთ. ცალკე რომ ილაპარაკოთ. ნახვამდის. ტყუილია. ეს იმიტომ მითხრა, რომ ჩემთვის გული ედგინა რა. ასე ვერ მომექცეოდი, გამორიცხულია. ხომ ასეა? რატომ გეშინია ეს რა? თქვი რამე. ეს რა პასუხი გამეცი? ხომ მიტყუება? ეს რა? ხმა მოიღე ეს რა? მითხარი რომ ასე არასდროს მომექცეოდი. თქვი რომ მიტყუება. თქვი რომ ეს ტყუილია ეს რა? სიმართლეს ამბობს. ატლასი შენი შვილია. ოზან მიპასუხე. ეს რა საკეთებ? ჩინარ, ამას ვეღარ გავაგრძელებ. ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით. ეს რას ამბობ? შეცდომა არ დაგვიშვია, ის გავაკეთეთ, რაც საჭირო იყო. რა იყო საჭირო? ჩინარ, შენ კომპანიაში ის კაცი მოიყვანე, ვინც ჩემი შვილით მემუქრებოდა. ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა. ოზანმა ყველაფერი გაიგო, მაგრამ უცხო ადამიანისგან და არა ჩემგან. ეს რა? თუ ოზანმა სიმართლე გაიგო, არაფერს ნიშნავს. რა? ოზანმა იცის, რომ ატლასი მისი შვილია და ეს ყველაფერს ცვლის. ეს რა? ატლასი ჩემი შვილი. ამას ოზანი ვერასდროს შეცვლის. ჩინარ. გესმის? ჩინარ. შეცდომა დავუშვით. შენი დახმარება არ უნდა მიმეღო. ყველაფერს თავად უნდა გავმკლავებოდი. ეს რა? თავს დამნაშავედ ნუგრძნობ. თანაც ოზანი შენს გვერდით არ ყოფილა რთულ პერიოდში. მე ვიყავი. ამას არ დაუშვებ. ჩინარ. გთხოვ, ნუ გაართულებ. განქორწინება მინდა. რა განქორწინება ეს რა? ახლა განერვიულებული ხარ და ამას იმიტომ ამბობ. ყველაფერს მოვაგვარებთ. ეს აღარ გაიმეორო რა? ჩინარ, მოსაგვარებელი არაფერია, დასრულდა. არა ეს რა? შენ და ატლას ვერ გაგიშვებთ. ჩინარ, გთხოვ. სად ხარ ოზან? ოზანი არ მოსულა? მოვა.
აქ რა საკეთებ? რამდენს ბედავ? თქვენ სანახავად მოვედით, შეგლა. იქნებ რამე ისეთი ვთქვა, რაც პროცესის მსვლელობას საერთოდ შეცვლის. მერტ ოზანი შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოვიდეს, რა გინდა? რა მინდა? შეგლა. პატარა თხოვნა მქონდა შენთან. ძალიან პატარა, მაგრამ როგორ მოიქეცი? ისევ არ მომისმინე და დამაიგნორე, შეგლა. თუ ჩემს თხოვნებს სერიოზულად არ მიიღებ, მეც იგივეს გავაკეთებ. კარგი, ელას ნახავ, მაგრამ გთხოვ აქედან წადი. წადი, ოზანმა არ უნდა დაგინახოს. არ გაბედოჩება და არ მომატყუო, თორემ ამჯერად ფასი გაცილებით მაღალი იქნება. ასე უბრალოდ ვერ მომიშორებ. კარგი, ელას გაჩვენებ, მაგრამ გთხოვ ახლა აქედან წადი. კარგი, ამჯერად დაგიჯერებ, მაგრამ არ გაბედო და არ მომატყუო. გესმის? მესმის. ებრო, დროებით. რა საკეთებს? არაფერი, საქმე გქონდა, ჩვენი მოცდენა არ უნდა და უბრალოდ მოგვესალმა. კარგით. სათხარ ოზან. ბებია მენიქში ნახე, ღვეზელს ვამზადებ. ოჩახ ჩემო სიცოცხლე, ესეც შეურია? ოჩახ რა ნიჭიერი ხარ, მე მგავხარ. იქნებ მზარეული გამოხვიდე. რას უკეთებ ბავშვს? რას აკეთებს? რატომ ამუშავებს პატარა ბავშვს? გიჩივლებთ. ეს რა არის, წამლებია? ხო. ავადმყოფო, გადი აქედან, ბავშვია ოთახში, მიკრობები არ გაავრცელო. გადი. წელი მტკივა. რა მიკრობები? ეს ვინ არის? ნახე, რეკავს არ ჩერდება. რეკავს და რეკავს. შენი ბრალია ღმერთი ისე მოგექცეს, როგორც იმსახურებ. ლექსებს მიგზავნის, მწერს, რეკავს. რანაირი კაცია? წლების მერე მუზა იპოვნა და ხომ არ დაკარგავს. მუზა კი არა, სიკვდილის ანგელოზი იპოვა. მოვკლავ. შენ რა გაცინებს? არ ვიცინი. როგორ იქცევით? აუტანელი ცოლქმარი ხართ. მოდი შვილო, გამომყევი, ჩვენ ვითამაშოთ. ბავშვს ნუიყენებთ. გეეყოფა ზუმრუდ, არ გრცხვენია? თქვენ გრცხვენოდეთ ბავშვს რომ ამუშავებთ. ხელები ატკივდა უკვე. წვრილი თითები აქვს. შენ საქმეს მიხედე, ბავშვს ნუ ამუშავებ. მე შენ გიჩვენებ. შენ სულვაშა. გამოჯანმრთელებას გისურვებთ. დიახ, გამოვჯანმრთელდები. მიდი, იცინე. ასე მოუხდება. მენიქშე, როგორღაც უნდა დაგსაჯო შენი საქციელისთვის. რამე ახალი უნდა მოვიფიქრო. მე შენ გიჩვენებ. გასწავლი ჭკუას. გისმენ, შეგლა. ჩინარ. ხომ აიცი ოზანი სად არის? სასამართლოში არ მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ელას ეხებოდა. ოზანმა ყველაფერი გაიგო, შეგლა. რა? იცის, რომ ატლასი მისი შვილია. ინებეთ, გემრიელად მიირთვით, კიდევ გელოდებით. ეს რა? რა ხდება შვილო? ჩემოდნებით რატომ მოხვედი? დედა, არ გამომდის, აღარ შემიძლია. იმ სახლიდან წამოვედი. სახლს მოგვიანებით ვიქირავებ. მანამდე შეიძლება აქ დავრჩე. მე და ატლასი ჩემს ოთახში დავიძინებთ. ეს რა კითხვებია? ეს შენი სახლია, შვილო. მოიცადე, მოდი დაჯექი ვილაპარაკოთ. დაჯექი. რა მოხდა? დედა არ გამომდის. თავიდანვე არასწორი გადაწყვეტილება იყო, შენ ხომ იცი? ხო, ხვდებოდი რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ნორმალურად მომიყევი, რა ხდება ეს რა? დედიკო, მოგიყვები. შეცდომა დავუშვი. როდესაც დრო მოვა, ყველაფერს გეტყვი, მაგრამ გთხოვ ახლა არაფერი მკითხო.
ძალიან დავიღალე. ცოტა დრო მომეცი, კარგი? კარგი, მაშინ მერე ვილაპარაკოთ, როცა მზად იქნები, დედიკო. მერე მოგისმენ. მისმინე. შენ ჩვენი შვილი ხარ. ჩვენი გოგონა. ყველანაირი გვიყვარხარ. თავარია ბედნიერი იყო. გესმის ეს რა? გმადლობ დედა. მადლობა. შემომხედე. შემომხედე. ფრემლები შენს თვალებს არ უხდება, გესმის? ახლა დედა ხარ. ნერვიულობის უფლება აღარ გაქვს. როდესაც კარგად ხარ, ატლასიც კარგად არის. რაც არ უნდა იყოს, მოვაგვარებთ. მართალი ხარ. ჩემო საყვარელო დედიკო. ჩემო საყვარელო. გამარჯობა. გამარჯობა, კეთილი იყოს. გისმენთ, რა სინებებთ? Neler var? Öncelikle bir bakayım şöyle. Gün tabağı yapabilirim. Böyle hemen elinize yiyeceğiniz bir şeyler. გისმენ მუსა. ეს რა? ოზანს ვერ ვუკავშირდები და ვერ ვოულობ. დღეს მოსმენა ჰქონდა, მაგრამ არ მივიდა. სახლში არ დამხვდა. შენ ხომ არ იცი რამე? არა, არ ვიცი. კარგი, თუ რამეს გაიგებ დამირეკე მაშინ, კარგი? კარგი, დაგირეკავ დროებით. ოზან, სად ხარ? მისმინე, თუ ეს რას და ატლას მოგითხე, წავიდნენ. ადექი და პასუხი გამეცი. შენ დაგეგმე ყველაფერი. ეს რას უკან გაყევი, როდესაც ორსულად იყო. მოატყუე, ხომ ასეა? ადექი ჩინარ, ადექი და პასუხი გამეცი. შენი, არაფერი გამიგეთებია. ყველაფერი შენ თვითონ დაანგრიე. ეს რა მიამირჩია ქმრად და მისი შვილის დედად. ნაბიჯვარო, შენ მომპარე შვილი. ჩემი შვილი. ჩემი, ატლასი ჩემი შვილია, შეიგნე. ჩემი შვილია. შეეშვი ჩემს ოჯახს. რა ხდება ჩინარ? ოზან. ატლასი ჩემი შვილია. ჩინარ. ოზან. თავი დაანებე ჩემ შვილს. შენ წამართვი. რა საკეთებთ? გეყოფათ, დამშვიდდით. ჩინარს კითხე რა ხდება და გეტყვის. ეს საქმე ამით არ დამთავრდება ჩინარ. მზად იყავი. კარგად ხარ? ტუჩი გაქვს გახეთქილი და ჯექი. სიბელ. ოზან? ჩამოდი, გელოდები. ოზან, სად იყავი? რამდენჯერ დაგირეკე? წარბზე რა გჭირს? და ჯექი? ოზან, საით. კარგად ხარ? კარგად ხარ? ძალიან გტკივა? კარგად ვარ, ჩეგლა. პირველი შემთხვევა არ არის. ჯერ კიდევ ვერ ხვდები იმ კაცს როგორენდე ჩინარ. ხომ ხედავ წავიდა და ყველაფერი თქვა. სხვა გზა არ მქონდა, ჩეგლა. მაგრამ არ იდარდო. ყველაფრისთვის მოვთხოვ პასუხს. ახლა გასაგებია ოზანი რატომ არ მოვიდა სასამართლოში. მე კი იდიოტივით ვიფიქრე, აზრი შეიცვალა და განქორწინება გადაიფიქრა მეთქი. ახლა რა იქნება? არ ვიცი, ჩეგლა. ყველაფერს ოზანს არ დაუტოვებ. ვიბრძოლებ. ძალიან კარგი. ატლას მამასავით უყვარხარ ჩინარ. ეს რა მას ვერ შეცვლის. თუ ოზანს ოდნავ მაინც ვიცნობ, გაბრაზდება და ეცდება ეს რას ატკინოს. შენ მის გვერდით უნდა იყო. ხარი დაუჭირო. მე შევცვლი ტაქტიკას. ელას და ოზანს ერთმანეთს შევახვედრებ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც გვინდა. აი ნახა, გავიმარჯვებთ. მისმინე, ცდილობ პასუხები ვიპოვა.
რამდენიმე საათია დავდივარ და ვფიქრობ, ასე რატომ მომექეცი? მაგრამ არა, ვერ ბოულობ. ვიღაც მოდის თვალებში მიყურებს და მეუბნება, რომ ატლასი ჩემი შვილია. გესმის ეს რა? ერთი რამ ამიხსენი. ერთადერთი მიზეზი მაინც მითხარი, შვილი რატომ წამართვი? ოზან 1000-ჯერ გითხარი და კიდევ ერთხელ გიმეორებ. შენ ჩეგლას ქმარი იყავი. შვილს ელოდებოდით. ჩეგლა არასოდეს გაგშორდებოდა. ჩემგან რას ელოდი? რა უნდა გამეკეთებინე? ჩემს შვილზე არ მეფიქრა? ეს არის შენი გამართლება ეს რა? ეს? მაშინაც გეუბნებოდი, რომ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვიდი, მაგრამ შენ რა გააკეთე? არ დამიჯერე და მიმატოვე. ოზან, შენ რას გააკეთებდი? სახლში წამიყვანდი? ბავშვით ხელში დაველოდებოდი, როდის განქორწინდებოდი? საერთოდ არ მიცნობ. ჩემი შვილისთვის ეს სიტუაცია როგორ უნდა ამეხსნა? და ამიტომ გათხოვდი? წახვედი და იმ კაცს გაყევი ცოლად, ჩემ შვილს დააჯერე, რომ მამამისი სხვა კაცია. ასე არა, ეს რა? ოზან, ჩინარი უბრალოდ დამეხმარა. ჩვენს გვერდით იყო. ჩემგან და ატლასისგან არაფერს ელოდა. მთელი ეს წლები ჩვენ შორის არაფერი მომხდარა. გესმის? იმ ნაძირალას ნოიცავ. არ გაბედო მისი დაცვა. ჩემი შვილი ამ კაცს მამას ეძახის და მისი დაცვა არ გაბედო. ყველაფერი გამოვტოვე. მისი დაბადება, პირველი ნაბიჯები, პირველი სიტყვა, ყველაფერი გამოვტოვე. ყველაფერი მომპარე. ყველაფერი მომპარე. ჩემი შვილი არც კი მიცნობს. ეს როგორ გააკეთე? ეს როგორ გააკეთე? ასე როგორ მოგვექეცი ეს რა? შვილი კიდევ ერთხელ რომ დამეკარგა ვერ გადავიტანდი. უნდა დამეცვა. ჩემგან დაიცავი ეს რა? ყველასგან და ყველაფრისგან. ჩეგლასგან დავიცავი. წარმოდგენაც არ გაქვს რა გადავიტანე მარტომ. იმის ნახევარიც არ იცი რა გადავიტანე ჩეგლას გამო. ჩემი შვილი დავიცავი და ამას არ ვნანობ. გესმის? ჩემს სიამაყეს გადავაბიჯე. შენს გვერდით დავდექი, მაგრამ ატლასმა რა დააშავა? მე შემიყვარდი, მე. ეს ჩემი შეცდომაა. ჩემი შვილი ჩემი შეცდომის გამო არასოდეს დაისჯება. მომკალი. ერთხელ კი არა, ბევრჯერ. ბოლო მომიღე ეს რა. ამას არასდროს გაბადიებ. და შვილს წაგართმევ. აგერ ვნახავთ. ნახავთ. ოზან არ გაბედო. არ გაბედო. კუთხში რას დამტევ? მომიყევით რა მოხდა. მოგიყვებით, დაჯექი, როგორც ჩანს, ჩინარ შორდება. მართლა? არაფერს ყვება. შეეშვით, არაფერი დააძალოთ, როდესაც მოუნდება იტყვის, ისედაც არ მახსოვს, როდის გაიღიმა ბოლოს. მისმინეთ, ჩემს დას რა მე ხომ არ დაუშავა. ეგ ბიჭი არასდროს მომწონდა. რამდენი წელი გავიდა და ვერ მივიღე. შვილო, რაც აკეთებ, შენს დას დაელოდე და ერთად ვისაუზმოთ. ან საერთოდ აქ რატომ ზიხარ? ზუმრუდთან არ წახვედი? წადი შენ სახლში. ხო, მაგრამ წელიწადში ერთხელ მეც მინდა გემრიელად ჭამადედიკა. გთხოვ, არ გამაგდა. აღარ შემიძლია რა. ყოველდღე ვამბობ გემრიელია, მადლი თქვენს ხელებს მეთქი, მაგრამ აღარ მახსოვს ბოლოს გემრიელად როდის ვჭამე. გადააწოდე, მიდი მიეწოდე. კარგი, შეგერგოს. კარგი. მოდი გავიყოთ. არ ადგა? შეიძლება ძინავს. არ გავაღვიძებ, დაისვენო. არა, გააღვიძეთ, მოვიდეს და ჭამოს. მიდი უთხარი გამოვიდეს, ერთად ვისაუზმოთ. ვერ მოვიშორებთ, გეფიცები ვერასოდეს მოვიშორებთ. დედა, სახლში არ წავალთ? შვილო, არა. აქ დავრჩეთ. თანაც ესეც შენი სახლია. ხომ გიყვებოდი ამ სახლზე? აქ გავიზარდე. მამაც მოვა? ჩემო ტკბილებო და საყვარლებო, გაიღვიძეთ? მიდით ადექით, თორემ ბიძა შენი ეკო ყველაფერს შეჭამს. მიდი, გაიქეცი. დამსახურში წახვალ? არა, დედა, არ წავალ. ადვოკატს შევხვდები და განქორწინების პროცესს დავიწყებ. დარწმუნებული ხარ? კარგად დაფიქრდი. ატლას მიხედა? რა თქმა უნდა, წამოდი შვილო, თორემ ეკო არაფერს დაგვიტოვებს.
თუ საქმეს გავხსნი, ბავშვს წავართმე, რა სიტყვი? შენ საქმეს ვერ გახსნი ოზან. ხოლო დედა შეუძლია მის გაკეთება. ორივე ვიცით, რომ შენის ადამიანი არ ხარ, რომელიც შვილს დედასთან დააშორებს. მესმის, რომ გაბრაზებული ხარ, მაგრამ დაფიქრდი, ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება. ხო, მართალი ხარ. უკვე ვეღარ ხვდები როგორ მოვიქცე. გუშინ რა მოხდა? მაპატიე მოსვლა ვერ მოვახერხე. ყველაფერი მოვაგვარე, არანაირი პრობლემა არ ყოფილა. მაგრამ მოსმენის წინ რაღაც მოხდა. ჩეგლასთან ვიღაც მოვიდა, ვიღაც კაცი. ძალიან დაიძაბა. ვინ არის ვიცნობთ? არ ვიცი, ჩეგლას ელაპარაკა და წავიდა, მაგრამ აშკარაა, რომ ჩეგლა ძალიან გაღიზიანდა და დაიძაბა. კარგი, იქნებ გაიხსენო, როგორ გამოიყურებოდა. მამა, შვილა. ჩემო ლამაზო. კეთილი იყოს, ძალიან მომენატრე. მეც ძალიან მომენატრე. ოზან მე გავალ, მერე ვილაპარაკოთ. კარგი. ოზან, როგორ ხარ? კარგად. რატომ მეკითხები? მითხარი. გავიგე რაც მოხდა. მინდა იცოდე, რომ შენს გვერდით ვარ. ბატონო ოზან, ბატონ სერჰაც თქვენთან შეხვედრა უნდა, როგორ მოვიქცე? ხვალისთვის გადადე, დღეს არავის მივიღებ. კარგი. დაუპენარ, შეიძლება რობოტი ვნახო? გთხოვ, წამიყვანე. კარგი, წაიყვანე, მაგრამ მალე დაბრუნდით. კარგი, წავიდეთ. დავიდეთ. ძალიან მეწყინა რაც მოხდა ოზან, მაგრამ უფრო მეტად შოქში ჩავვარდი. ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როდესაც ცოლ-ქმარი ვიყავით. ვერც კი წარმომიდგენია ახლა რაც გრძნობ. ადამიანმა ასეთი რამ როგორ უნდა დამალოს? ეს რამ რატომ მოგატყუა? მე ასე ვერასოდეს მოვიქცეოდი. თუმცა შეიძლება ეს ყველაფერი იმას მიაწერო, რომ შენი დაკარგვა არ მინდა. პირველ რიგში ამ ამბავს შენ გეტყოდი. ჩეგლან, მოდი, არ გვინდა ამაზე საუბარი, ისედაც ყველაფერი ვიცი. კარგი ოზან, არ ვილაპარაკოთ. მაგრამ მინდა იცოდე, რომ შენს გვერდით ვარ. და ყველაფერს მარტო იმიტომ ვაკეთებ, რომ არ დაკარგო. ხო, შეცდომა დავუშვი, მაგრამ მინდა ყველაფრისთვის ბოდიში მოგიხადო. ამიერიდან არასოდეს გეტკინება გული ჩემს გამო. პირდები. ბავშვსაც ვერ ნახულობდი, ელა ძალიან განიცდიდა. შეგიძლიათ დღეს მოხვიდე და დააძინო? ხო, ძალიან მომენატრე, ჩემი შვილი. ელასაც ძალიან მოენატრე. გაუხარდება ელასაც და მეც. ჩეგლა, გუშინ სასამართლოში ვერ მოვედი, მაგრამ გავიგე, რომ ვიღაც გინახავს. ვინ იყო? ხო? ჩემი მეგობარი მოვიდა, მომესალმა და წავიდა, მეტი არაფერი. მეგობარი. ხო. კარგი, გასაგები. ადამიანი, რომელიც ორ მახვილს იყენებდა, არის ცნობილი როგორც ერაჰმედინი. ეს რა არის? ღმერთო ჩემო, კიდევ რეკავს. გაგიჟდი? არა, სანამ მე ნიქშეზე შურს არ ვიწიებ, ვერ მოვისვენებ. გამორიცხულია. რამე უნდა მოვიფიქრო. მაგრამ რა ვქნა? უკვე ყველა მეთოდი გამოვიყენე. ყველაფერი გავაკეთე. კაფე დავუკეტე. სუნამოების წარმოება ავუკრძალე. იმ მეცნიერს დღიური მოვპარე. მერე კიდევ ნერვებს ვუშლიდი. ზუმრუდ რა მაგარი ვინმე ხარ? საზღვრებს გაცდი. მაგრამ კიდევ უნდა მოვიფიქრო რამე. იფიქრე ზუმრუდ, იფიქრე, სხვანაირად ვერ დავმშვიდდები. დედიკო, გავდივარ დროებით. ელიფ, მოიცადე, რაღაც მინდა გითხრა. რამე იდეა ხომ არ გაქვს, როგორ უნდა ვიძიო მენექშეზე შური? მე ვეღარ ვფიქრობ, იდეები ამომეწურა. უკვე ყველაფერი ვცადე. შენც იფიქრე. დედიკო, გთხოვ, ჩემი დედამთილის გასამწარებლად დახმარებას ნუმთხოვ. არ ჩავერევი. სანამ დაიწყები მის თქმას, რომ ცოტა დაგრჩა და სამ თვეში მოკვდები, გეტყვი, რომ მაინც ვერ დამითანხმებ. გეყოფა, შეეშვი ამ ხალხს. წადი, ნუ ტლიკინებ.
ტყუილად ლაპარაკობს. თავხედი. რა თქმა უნდა. აქამდე რატომ ვერ მოვიფიქრე? სასტიკო ზუმრუდ. დაუნდობელო ზუმრუდ. შეგიძლიათ მანქანა მომიყვანოთ? ილდის, ოზანი დღეს სახამოს ჩვენთან მოვა ვახშამზე. მისი საყვარელი კერძები მოამზადეთ. ელა, ჩემო სიცოცხლე. ხედავ? დედამ ყველაფრის გამოსწორება დაიწყო. მოდი ჩამეხუტე. ჩემო საყვარელო. გისმენ მერტ. პარკში ვარ, ჩეგლა. ჩემი შვილის ნახვა მინდა. ლოკაციას გიგზავნი. ახლა ამის დრო არ არის. ოზანს თავისმა ადვოკატმა უთხრა, რომ სასამართლოში იყავი. რამეს იეჭვებს. კითხვა რომ დამისვა, არ ვიცოდი რა მეპასუხა. ალო. ალო. მერტ. ელა, არ გინდა მე და შენ პარკში გავისეირნოთ. სახლში მოგვიანებით წავიდეთ. კარგი. მაშინ წავიდეთ. მოდი, მოდი. 3 ay ömür სამი kalmış თვის benim. სიცოცხლე დამრჩა. რა? Hayat işte, ne ასეთია yapacağız? ცხოვრება. Kız, რას Geldik ვიზამთ? gidiyoruz. kız ne diyorsun რას sen? ამბობ, სად Nereye მიდიხარ? gidiyorsun? რა ne გჭირს yaptı, ავად anlat ხარ? bakayım. მითხარი. Hiperrençiz. ჰიპერწინააღმდეგობა. ეგ რა არის? nadir görülen იშვიათი დაავადება. 100 მილიონ ადამიანში O da ერთ işte geldi, ხდება. beni buldu. Hiper ჰიპერ რა? Aa, hiç არ duymadım გამიგია? ben. Tabii, ო, duymaz. რა თქმა უნდა, Nereden საიდან bulacaksın გაიგებდი? acaba? Hayır, nereden საერთოდ bulacaksın? რატომ უნდა იცოდე? ნებინასები. დიდრების დაავადება. შენ დიდარი Zengin ხარ? hastalığı. Sen zengin მხოლოდ misin? დიდრებს გვემართება. Zenginlerde ცოტანი görülmüş ვართ bu და aslında. ამიტომაც Böyle არის იშვიათი. fazla altın takmaktan, გარკვეული დროის fazla შემდეგ o კვდები. zenginlikten ნელ-ნელად vücut კლავს. belli bir süre sonra ამდენი onu ოქროს xeulზე ცუდად istemiyormuş მოქმედებს yani. და წამლავს. Vücudu şey olarak ხომ ხვდები რა altınlar რთულია და zengin რატომ olmuş, ემართებათ zehirlenmiş მხოლოდ ya. მდიდრებს. Ah. Kız takma o მოიხსენი zaman სამაჯურები. Evet, tabii, o da doğru. ო, მართალი ხარ. შეიძლებოდა თავის არიდება, მაგრამ ვეღარ მოვიხსნი. Zaten ისედაც şu სამი üç თვის ay სიცოცხლე ömür დამრჩა და kalmış. ჩემს პატარებს ვერ Bebeklerinden მოვიშორებ. ayrı kalmayayım 3 ay olsa da. Bir sürü უამრავი test ანალიზი yaptırdılar. გავიკეთე. Vah, Bak, აი ნახე, vah. bak sayfalarca ტესტების bak, პასუხები. teste bak. შეხედე რამდენია. Ya, Ah Zümrüt. ზუმრუდ, Ay ya. აქ შაქარი წერია. Şeker yazıyor bu. Ecem hepsi ყველაფერი var. მჭირს. Her şey ყველაფერი დამემართა. bütün ყველა მომაყდინებელი დაავადება მაქვს მეთქი გეუბნები. არ გჯერა? var işte diyorum sana ya. Kız. რა ne ვქნათ? yapsak, bir şey რამე უნდა yapalım. მოვიფიქროთ. Ay ben ამერიკაში Amerika'ya წადი gönderdim. სამკურნალოდ, იქ Tedavi დაგეხმარებიან. Her yer არა, yardım ექიმმა edecek. მითხრა, სადაც არ უნდა წახვიდე, Öyle მოკვდებიო. dedi doktorlar. მინდა უკანასკნელი Ne დღეები yapayım, მაინც ben de გავატარო böyle ბედნიერად. Son günlerimi iyi geçireyim bari. რა თქმა უნდა. Oy. Neri? ნერი, Kimselere არავის არაფერი söylemez. უთხრა. Biliyorsun ben უმიცი onurlu, ამაყი gururlu ქალი ვარ. kadın. Tabii. რა Kimsenin თქმა უნდა. bana არ მინდა acımasını ვინმეს düşünmesin შევეცოდო, falan istemem. განსაკუთრებით მე ნიქშეს. Hele ki o არავითარ menekşe. შემთხვევაში არ უნდა გაიგოს. Asla გესმის? duymamalı. Asla. ხომ გესმის? Allah'tan კარგია senin რომ ağzın საიდუმლოებების sıkı შენახვა değil mi? იცი. He, değil mi? Tabii. ო, აბა არა. Kız tabii. აბა რა, Sen biliyorsun ხომ yani. მიცნობ, Mahallemiz ჩვენი რაიონის საიდუმლოების Kız საცავი ვარ. bana bak. Bu მისმინე kısacık დაო. ömründe იმ ხანმოკლე bayağı პერიოდში რაც tanımışsın იცოცხლე, gerçekten. კარგად Tebrik გამიცანი. Menekşe მენექშე asla. ვერ გაიგებს. Söylemezsin. არ ეტყვი არა? Canın მოკვდები, çıkar da მაგრამ ağzından მენექშეს laf არაფერს ეტყვი. çıkmaz seninleri, canım ჩემო arkadaşım. საყვარელო მეგობარო. Baban oldu. Ben gideyim. წავალ, şu son სახლში zamanlarda გავატარებ evde ჩემს dinlenerek უკანასკნელ baba. დღეებს. დავწვევი და Ah, benim დავისვენებ. canım arkadaşım. მეგობარო, Bak, მოიცადე, abi, დაგეხმარები. ადექი? Sen o her არა, მაინც ყველაფერი მტკივა. Sen kapıyı aç. კარი Ben გამიღე. sana kapıyı da açayım. ახლავე ჩემო საყვარელო. Vah benim canım. ჩემო Vah, საბრალო მეგობარო. vah talihsiz arkadaşım. Vah. მიდი, მიდი. Vah vah vah. შედი შენ, შედი. Zümrüt'üm. ბედნიერად ზუმრუდ, მადლობა. Göstereceğim მე შენ sana. გიჩვენებ მენიქშე. Bana Gaz bulaşma, avliç kovas. göreceksin.
ჩემს მონად გაქცევ. კარგი ჩემო ვარდო, საღამომდე. მე უფრო მიყვარხარ. არა მე უფრო მიყვარხარ. სისულელეს ნუ ამბობ. ახლა უნდა წავიდე, მუშაობ. არა, ჯერ შენ გათიშე. მიდი, ალო. გათიშა. მართლა გათიშა. ჩემი საყვარელი ცოლუკა, ჩემი ყვავილი. ოჩახ ძმაო რა. კარგია, საოცარია. ერთი რამ მაინც არსებობს, რაც გენიალურად არ გამომდის, მაგრამ ახლა ვერ ხვდები რა ზიამბობ. სიყვარულის თემას გულისხმობ, ახლა ხანს შენი საუბარი გავიგე. რა სიყვარული გაქვთ? ბედნიერები ხართ არა? ხო. ჩემი კუმირი ხარ. მომიყევი რა რამე? მიდი. ჩემსო ძალიან უყვარვარ. ჩემზე ყურებამდეა შეყვარებული, რა თქმა უნდა, მეც მიყვარს. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. საოცარი ისტორია გვაქვს. მოკლედ ასია რა. ძმაო, რაღაც უნდა გითხრა, ხო? ერთი გოგო მომწონს. მართლა? ამა შეხედეთ. რა ქვია? კარგი, ჩომადვარ. მითხარი? გაია. გაია? ხო. ვინ არის საცხოვრობს? არა, ჩვენი გაია. ჩვენი გაია? ხო. კარგი, რჩევის მოცემა მინდოდა, მაგრამ არ გამოგადგება. ღმერთი გიშველის, თქვენ სასახში სიყვარული კარგია. გაია მოდის? მიდი, რამე უთხარი, მიდი. მიდი. გისმენერენ? დღეს უთხარი ლამაზად გამოიყურებიო. არა. რას მიყურებ? უთხარი ლამაზად გამოიყურებიო. დღეს ყველაფერი გამოგიგზავნე. ინფორმაცია მეილზე გაქვს. ყველაფერი. კარგი ერენ, მაშინ პრობლემაც არ არის. შრომის მოყვარე ბიჭია. ანუ ლაპარაკი არ გამოგდის. ხედავ? ძალიან კარგი, მაშინ დაგიწერ. რას დაწერს, ძმაო? სცენარს, რა უნდა დაწერო? წერილი, საერთოდ არაფერი იცი ხო? გაკვეთილი ნომერი 1. ძველი მეთოდით ვხელმძღვანელობთ. კალამი და ფურცელი მოიტანე, დავიწყოთ. პარტნიორა. როგორ ხარ? კარგად, ნახე ბაბუამ ბუშტი მიყიდა. რა ლამაზი ბუშტი გაქვს. რაღაც მოგიტანე. ნახე, ჩემი ბავშვობის სათამაშოა. ყველაზე მეტად ეს მანქანა მიყვარდა. მოგწონს? კი, მადლობა, ძალიან ლამაზია. კიდევ გიყიდი. მე ერთად ბევრი ვითამაშოთ, კარგი. მამამ დიდი მატარებელი მიყიდა. გვირაბიცა აქვს, იცი? პარტნიორო. გინდა პარკში წავიდეთ. წავიდეთ. კარგი, წავიდეთ. ოზან, შვილო, კეთილი იყოს. გამარჯობა. ბაბუა, მე და ჩემი პარტნიორი პარკში მივდივართ. პარტნიორთან ერთად მიდიხარ პარკში? ატლას მე წაგიყვან ბიძია ოზან, საქმეები აქვს. არა, თავისუფალი ვარ ბიძია იალჩი. თან ატლას დავპირდი. მაშინ კარგი. ოზან, ოღონდ ეს რას უთხარი, კარგი? ინერვიულებს. მიდი, შეიგარი ქურთუგი, არ გაცივდე. წავედით. აბა დროებით. ელა, ახლა 3-მდე დავითვლი და ნახე რა მოხდება. 1, 2, 3. მიდი გახეთქე. აქეთაც არის, ნახე. ახლა აქეთ. ნახე. მიდი. ელა, წამოდი საყვარელო სახლში წავიდეთ. არა, ცოტა ხანიც დავჭეთ. ელა, გაგვიანდება საყვარელო. მაშინ ჯერ იხს ვნახავ. რა ხდება, ჩეგრა? კარგად ერთობოდა ბავშვი. სად მიყავს? იმიტომ რომ არანაირი აზრი არ აქვს აქ დარჩენას. ელას ნახვა გინდოდა და მოვიყვანე. მორჩა. არაფერი მორჩენილა, ჩეგრა. ჩემი შვილის ნახვა კიდევ მინდა. რას ბოდავ? ეს არ მოხდება. მისმინე, მე და ოზანს ძლივს რაღაც შანსი გვაქვს. ასე ვერ მომექცევი. შეთანხმებას ვერ დაარღვევ. ჩეგრა, თუ გინდა ფულს დაგიბრუნებ. კარგი ფინანსური მდგომარეობა მაქვს. ჩემი შვილის გარეშე ცხოვრება არ მინდა.
მეც მინდა მისი ცხოვრების ნაწილი ვიყო. რას ბუდავ? რა ცხოვრება, რა ნაწილი, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ვიტყვი. ელა, წამოდი შვილო, წამოდი. საკმარისია თამაში, სახლში მივდივართ. წავიდეთ. ელა. დროებით წავედით. მალე შეხვდებით. ძალიან მალე. ნერიმან, რაც იძვირეა? 3 tane poşet. ბაზარში ვიყავი და მთელი ფული წამართვეს. ახლა რა უნდა ქნა? Şimdi ne yapacaksın დაწყალი ნერიმანი. Ay ben böyle yangın yerine როგორ geldim. შემოვვარდი? Sormadıktan აქ კი sonra მომიკითხი ხარ. sıkıntı mı რას var? შვები, რამე პრობლემა Ana, გაქვს? sen gitsene. არ დაჯდე, Benim işim gücüm დაგეხმარები var, სახლში ben მიტანაში, yardım წამოდი. Ne diyorsun? რა ხდება ნერიმან? Yok anam ısrar არაფერი, söyleyemem, ვერ გეტყვი, არ söz შემიძლია, verdim. დავპირდი. Hadi anam, მიდი hadi, წადი, beni günah ნუ sokma. დამარღვევინე ფიც. ნერიმან, რას ბედავ, რას მიმალავ? მეც ვითხარი დაიკო. ხომ იცი არავის ვეტყვი? Zümrüt'ün 3 aylık ზუმრუთ ömrü 3 kaldı თვის Menekşe. სიცოცხლე დარჩა Oldu მენექშე. mu? კმაყოფილი ხარ? Ne რას saçmalıyorsun ბოდავ? ya, ben daha dün გუშინ ვნახე და კარგად იყო. gördüm, Turp gibiydi. Turp gibi. მართლა? Nesi რა var? ჭირს? Hipervişiz. ჰიპერწინააღმდეგობა. რა? Hipervişiz. ჰიპერწინააღმდეგობა საშინელი დაავადებაა მდიდრებს ემართებათ. Ya გოგო, kızım, şimdi- ასეთი siz დაავადება ya, არ არსებობს. Ne bileceğim შენ sen საიდან ya? იცი? Zengin მდიდარი misin? ხარ? Altın zehirlenmesi ოქროთი მოიწამლა. geçmiş işte. Bebeklerinden ცისხლი მოეწამლა და კვდება. Ya, არა, hadi გოგო, canım, რამე sen de შეცდომა ya. იქნება. Şey, o bir- ცხოვრებაში არასოდეს გამიგია ასეთი დაავადება. Ben რას ömrümde ამბობ? böyle bir şey duymadım. Hayır, hayır, bir yanlışlık ტყუილი var. იქნება. raporları ანალიზები gördüm ვნახე. bana. Böyle balya balya უამრავი, testler, უთვალავი raporlar. ქაღალდი მაჩვენა. Ya. ხო,